ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გარეშე დარჩენის შემდეგ მას აღარანაირი საჭიროება არ აქვს იფიქროს მშვიდობაზე. დონალდ ტრამპმა ჯილდოს მოპოვებაში განცდილ მარცხში სწორედ ნორვეგიელი ლიდერი დაადანაშაულა. თქვენი ქვეყნის გათვალისწინებით, რომელმაც გადაწყვიტა არ მომწევს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მე, რომელმაც 8-ზე მეტი ომი დავასრულე, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე. მისწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იონას გარ სტიორეს. ამ კორესპონდენციის ავთენტურობა უკვე დაადასტურა წერილის ადრესატმაც. ამ წერილისთვის არ მიპასუხია, სურდა ამაზე ტელეფონით მესაუბრა ფინეთის პრეზიდენტთან ერთად, რომელთანაც მჭიდროდ ვმუშაობ. ეს კი შეუძლებელი აღმოჩნდა. პასუხად მე მივანიშნე, რომ ამგვარი საუბარი ჩვენი მხრიდან ბრძნული იქნებოდა. თუ დავოსში საშუალება მომეცემა, მას გავესაუბრები. რაც შეეხება წერილს, მისი გზავნის თითოეულ ნაწილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის შეწუხებულია ნობელის პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილებით. მე მას ავუხსენი, რომ ის ნორვეგიის კომიტეტის ჯილდოა და არა ნორვეგიის მთავრობის. ზოგადად ვთვლი, რომ თუ ლიდერები ფოკუსირებულები არიან ნობელის პრემიის მიღებაზე, ეს ცუდი სულაც არ არის. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ რამე ისეთის გაკეთების ინტერესი, რაც მშვიდობის პრემიას იმსახურებს. მაგრამ ეს არ არის რაღაც, რასაც მე ვწყვეტ და მსურს ამას ხაზი გავუსვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დიდი ხანია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებაზე ჰქონდა ამბიცია გამოთქმული. ამ ტიტულს ნორვეგიაში ნობელის კომიტეტი გასცემს, რაც მთავრობისგან გამიჯნულად ხდება. გასულ კვირას ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ საკუთარი მედალი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს პირადად გადასცა. ამ ფაქტზე ნობელის პრემიის ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მშვიდობის დარგში პრემიის უკან გაწვევა, გადაცემა ან გაზიარება არ ხდება. არ მანაღულებს ნობელის პრემია. პირველ რიგში არაჩვეულებრივმა ქალმა ჩათვალა, რომ მე მას ვიმსახურებდი და სურდა ის მე მქონოდა. ამას ძალიან ვაფასებ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნორვეგია არ აკონტროლებს ნობელის პრემიას, ისინი ალბათ უბრალოდ ხუმრობენ. მათ ჰყავთ ბორდი, მაგრამ ეს კონტროლდება ნორვეგიის მიერ. არ მანაღულებს არც ის, თუ რას ამბობს ნორვეგია. რაც მანაღულებს არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მე კი ვთვლი, რომ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენე. Tens of millions of lives. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხშირად იწონებს თავს იმით, რომ 8 ომი დაასრულა. რაც მეტწილად გაზვიადებული შეხედულებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი მტკიცედ მიიჩნევს, რომ როგორც მშვიდობის მყოფელი ნობელის პრემიას იმსახურებს.